გამარჯობა, დღეს 15 აპრილია, მე ლელა ვარ ნინოა, თქვენ უყურებთ გადაცემას თქვენი დრო, ჩვენ მუშაობთ პირდაპირ ეთერში, თუ თემა დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება გამოხატოთ იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც აი ამ წუთას გამოჩნდა თქვენს ტელეეკრანებზე. ენა დედა ერისა, ეს ვაჟას სიტყვებია, ხოლო ილია ეროვნული იდეოლოგიის პოსტულატად ხშირად გვახსენებდა და გვახსენებს დღესაც რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს. მე მინდა ძალიან საინტერესო სტუმარი წარვადგინო დღეს ეთერში, ჩვენ ვისაუბრებთ გოგებაშვილის დედაენაზე და არა მარტო გოგებაშვილის დედაენაზე, ქართულ ენაზე, რადგან გუშინ 14 აპრილი იყო. მთელი გადაცემის განმავლობაში პირველ ნაწილს სწორედ დედაენაზე, ქართულ ენაზე ვისაუბრებთ და მის ისტორიას გავიხსენებთ. ძალიან შთამბეჭდავი ისტორია აქვს არა მარტო გოგებაშვილის დედაენას, არამედ მთლიანად ქართულ ენას და დიდი სიამოვნებით მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ მაია მიქაბერიძეს, რომელიც გახლავთ გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი, საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილების უფროსი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მოგესალმებით. და დავიწყოთ გოგებაშვილის დედაენით. აი ეს არის ის, რასაც თითოეული ქართველი პირველად სწავლობთ. რამდენად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს, მას მოვისმენთ თქვენგან. მივესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებს და მართლაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ გამოცემას. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ აი გუშინ 14 აპრილი იყო ენის დღე და მთელი საქართველო აღნიშნავდა ამ დღეს და შეუძლებელია ქართული ენას დღე იზეიმო და არ ახსენო იაკობ გოგებაშვილი და მისი უკვდავი დედაენა. მისი გამოცემების ისტორიაში ერთგვარად აისახება კიდეც ჩვენი ქვეყნის ისტორია, არ არის ეს უბრალო ისტორია და არ არის იავარდებით მოფენილი. მე მინდა მოკლედ გაგაცნოთ ეს ისტორია. პირველად დედაენა დაიბეჭდა ამ სახელწოდების სახელმძღვანელო 1876 წელს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ იაკობ გოგებაშვილმა ქართული ენის სახელმძღვანელობის ბეჭდვა ბევრად უფრო ადრე დაიწყო. 60-იანი წლებიდან პირველი ასეთი სახელმძღვანელო, რომელსაც ერქვა ქართული ანბანი, ანუ პირველი წიგნი მოსწავლეთათვის, გამოვიდა 1865 წელს. აი ეს არის პირველი სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი და წელს სხვათა შორის შესრულდა 150 წელი, გვაქვს საიუბილეო წელი ამ სახელმძღვანელოს დაბეჭდვიდან და თავისთავად ეს სახელმძღვანელო როცა გამოვიდა და დაიწყო იაკობ გოგებაშვილმა, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, იმიტომ რომ იყვნენ მანამდე იბეჭდებოდა სახელმძღვანელოები, იყო ბევრი მომხრე, ბევრი დამწუნებელი, ბრძოლა მოუხდა იაკობ გოგებაშვილის თავისი ადგილის დამკვიდრებისათვის, მაგრამ ძირითადი მიზეზი რა იყო? არა, ჩვეულებრივი ახალი როცა იქმნება, ყოველთვის არის სანამ ავტორიტეტს მოიპოვოთ, მას ყოველთვის ჭირდება და ეს ჭირდება გარკვეულად თავისი ადგილის დამკვიდრებისათვის ბრძოლა და ეს კარგიც არის ერთგვარად, იმიტომ რომ ეს წრთუნა არის, უნდა გამოიწრთოს, რომ კარგი მიიღოს საბოლოოდ და 11 წლის განმავლობაში გამოდიოდა ეს სახელმძღვანელო და არც ერთი სახელმძღვანელო ერთმანეთს არ იმეორებს ზუსტად. სწორედ ხიბლი აი ამ სახელმძღვანელოებისა ის არის, რომ ყოველი ახალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვის წინ იაკობ გოგებაშვილი ხვეწდა, ამატებდა, ცუდს უარყოფდა და საბოლოოდ მივედით იქამდე, სადაც მივედით და აი 11 წლის შემდეგ უკვე 1876 წელს, როგორც გითხარით, დაიბეჭდა პირველი დედაენა და აი დედაენების ბეჭდვის და გამოცემების ისტორია იწყება აი ამ სახელწოდებების დაბეჭდილი სახელმძღვანელოების ისტორია იწყება 1876 წლიდან. და მაგრამ სხვათა შორის ის პირველი 76 წელშიც როცა გამოვიდა სახელმძღვანელო ჩვენთვის ნაცნობი აია ამაში არ იყო, აი მომდევნო გამოცემაში იყო უკვე, რომ გითხართ აი ყოველ წელიწადს ცვლიდა, თვითონ დედაენასაც კი ყოველ წელიწადს ცვლიდა. ამ პირველ გამოცემას ერქვა დედაენა, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი სახალხო სკოლებისათვის. დიახ, თვითონ ეს გამოცემა იაკობ გოგებაშვილმა გამოსცა თავის სიცოცხლეში 33 ჯერ და დედაენა გამოსცა 33 ჯერ თავის სიცოცხლეში 1912 წელს გარდაიცვალა იაკობ გოგებაშვილი და დაუტოვა დედაენა ანდერძით იურიდიულად გააფორმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
და ამ საზოგადოებამ სხვათა შორის პირნათლად შეასრულა თავისი მოვალეობა და მართლაც იაკობ გოგებაშვილის სანამ თვითონ არსებობდა ეს საზოგადოებაც მუდმივად ყოველ წელიწადს გამოსცემდა საკმაოდ მაღალი ტირაჟით იმ დროისათვის. თუმცა შემდეგ სახეცვლილება არ განუცდია დედაენას, ბოლოს 33-ჯერ როგორც კი გამოიცა, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ავტორი აღარ იყო უკვე ცოცხალი და ბუნებრივია ის გამოდიოდა იმ ფორმით, რა ფორმითაც. მაშინ ეყოლებოდა უკვე სხვა ავტორები. როდესაც დედაენის მიხედვით მომდევნო უკვე ათწლეულებში დედაენის მიხედვით ახალი სახელმძღვანელოები შეადგინეს, ავტორები სხვა ყავდათ, მაგრამ იცითებული იყო, რომ ეს იყო იაკობ გოგებაშვილის დედაენის მიხედვით. სანამ დავუბრუნდებით კვლავ დედაენას, იაკობ გოგებაშვილის დედაენას, არსებობდა თუ არა გოგებაშვილის წიგნებამდე სხვა ავტორების სახელმძღვანელოები, ამაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ქართული და რა განსხვავება იყო და რას გამოყოფდით ქართულიანის და დედაენის და ანბანის სასწავლებლად სხვადასხვა დროს იქმნებოდა წიგნები, თუმცა ბევრი იყო ერთჯერადი გამოცემული. აი, მე-19 საუკუნეს თუ ავიღებთ, ყველაზე ძველი მაგალითად მახსენდება 1825 წელს ტარასი არქიმის დელმონაზნოზონის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო, რომელშიც არა მარტო მხედრულით იყო ანბანი მოცემული, არამედ ნუსხა ხუცურითაც იყო და ის ის იყო რუსული ანბანის სწავლების მიხედვით წაბაზრით, ასე ვთქვათ, შექმნილი სახელმძღვანელო. შემდეგ დროთა განმავლობაში ქმნიდნენ სახელმძღვანელოებს პლატონ იოსელიანი რამდენჯერმე გამოსცა, პეტრე უმიკაშვილი, დივანოვი, ივანე კერესელიძე, მაგრამ ყველაზე სიცოცხლის უნარიანი საბოლოოდ აღმოჩნდა ისევ და ისევ იაკობ გოგებაშვილი. და ამას ალბათ აქვს თავისი მიზეზი, იმიტომ რომ ბევრნაირი მიზეზი შეიძლება ვთქვათ ამაზე. თუნდაც აი სახელწოდებებს იაკობ გოგებაშვილი ძალიან საინტერესოა სახელწოდებების ისტორიაც და მნიშვნელოვანი თეზისებიც რომ გამოყოთ. აი რას მე დავიწყებდი იქიდან რომ იაკობ გოგებაშვილი არ იყო უბრალოდ ენთუზიასტი. ეს იყო მეცნიერი, პედაგოგი, იმიტომ რომ გარდა სახელმძღვანელოებისა მას აქვს პედაგოგიური ნაშრომები, ის იყო მკვლევარი, ის იყო მეთოდისტი. ბოლოს და ბოლოს მან აი ამ ანბანი რომ გამოსცა, ქართული ანბანი, ანუ პირველი წიგნი მაწულთათვის, ამავე დროს გამოსცა მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის. თუ როგორ უნდა ცალკე სახელმძღვანელო, მეთოდური სახელმძღვანელო, რასაც თანამედროვე ტერმინით უწოდებთ მას. თუ როგორ უნდა ესწავლებინათ მასწავლებლებს მოსწავლებისათვის იმ სახელმძღვანელოთი, რომელიცაც იაკობ გოგებაშვილი მათ აწვდიდა სამუშაო პროცესში. ამავე დროს იაკობ გოგებაშვილმა დაბეჭდა დედანი ქართული წერისა, როგორ უნდა მოეხაზათ ასოები. იაკობ გოგებაშვილმა აი სახელწოდებები ვახსენე სხვათა შორის და როგორც პედაგოგი იყო აგრეთვე ფსიქოლოგი. როგორ უნდა მოეხაზათ ასოები, რა მნიშვნელოვანი. როცა ბავშვი მიდის პირველ კლასში და როცა ყველაზე მთავარს ქართული ენის შესწავლას იწყებს და წერას. თქვენ მაინტერესებს როგორ ფიქრობთ დღეს ეს არის თუ არა აქტუალური და უნდა იყოს თუ არა? ჩემი აზრით უნდა იყოს აქტუალური, რამდენად არის აქტუალური არ ვიცი, მაგრამ უნდა იყოს აქტუალური. ჩვენ დროს, ჩემი ბავშვობის დროს ცალკე საგანი რა, ცალკე გაკვეთილები იყო სუფთა წერისა. კი ბატონო. თითქოს და რა შუაშია ხა დიდი ამბავი მიჯღაბნის ბავშვს თუ ლამაზად დაწეს. ჩემი აზრით სწორედაც რომ შუაშია. ჯერ ერთი სილამაზის გრძნობა უგორდება ბავშვს, ესთეტიკაა ეს ყველაფერი. პატივისცემის გრძნობა უგორდება. ახლა ამ სუფთა წერიდან ზოგი ლამაზად ისწავლის ამ სუფთა წერას და ზოგი ვერ ისწავლის, მაგრამ ცდელობა ხო უნდა იყოს. ახლა მათემატიკას ზოგი სწავლობს, ზოგი ვერ სწავლობს, მაგრამ ამის გამო მათემატიკა არავის უარყვია არა. ამ ეს პრინციპი ჩემი აზრით ნამდვილად უნდა იყოს, დიდი მნიშვნელობა უნდა ექცეოდეს სწორედაც სუფთა წერასაც სხვა ყველაფერ დანარჩენთან ერთად. და მე კიდე ჩემთვის მნიშვნელოვანი თემა არის ეს სახელწოდებები თუ აუცილებლად დაუბრუნდეთ, უბრალოდ ჩაგეკითხეთ, იმიტომ რომ მომხდა ძალიან ნიშანდობლივად და წარმოვიდგინე, რომ დღეს თანამედროვე ჩვენს ეპოქაში ამას რატომ არ უნდა ექცეოდეს ყურადღება უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ადრე იყო, მით უმეტეს მაშინ, როცა იაკობ გოგებაშვილმა ეს ყველაფერი ჩადო თავის დროზე. ისეთ მე რას კეთოთ, მე ასე მგონია, ამასაც დრო წაიღებს და დრო მოიტანს, დადგება ისევ ის დრო, თუ ახლა ვინმე ამას უგულებელყოფს, მაინც დადგება ის დრო, როცა აღიარებენ, რომ ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩემი აზრით ეს დროის ამბავია მხოლოდ. თუმცა რა დააშავეს იმ თაობებმა, რომლებიც ახლა სწავლობენ და რომლებსაც დაუშვათ არ
ასწავლიან ისე ღრმად ამ ქართული წერის მოხაზულობას, ეს უკვე სხვა თემა არის. ეს უბრალოდ მათთვის, ვინც ახლა გვისმენს და ვისაც აქვს შეხება ამ სფეროსთან, ძალიან კარგი იქნება რომ მიექცეს ყურადღება. ჩემი აზრით უნდა მიექცეს. ამიტომ ახლა დაუბრუნდეთ სახელწოდებებს, რამდენად ექცეოდა და რამდენად იყო მნიშვნელოვანი სახელწოდებები. ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იყო და რაც თავარი ეს მნიშვნელოვანი იყო თვითონ იაკობ გოგებაშვილისთვის ეს ჩანს კიდეც. თუნდაც ის რომ სახელმძღვანელოს ქვია დედაენა, რა უნდა იყოს პატარა ბავშვისთვის დედაზე უფრო თბილი, დედაზე უფრო მიმზიდველი, ხო? აი მეორე სახელმძღვანელოა, რომელსაც ქვია კოკორი, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახლობაში სასწავლებელი. ანუ იაკობ გოგებაშვილი სხვადასხვა ტიპის სახელმძღვანელოებს წერდა, არა მარტო სკოლაში სასწავლებელში სასწავლი, არამედ სახლში რომ უნდა წაეკითხათ ბავშვებს იმასაც კი ქმნიდა. და აი ახლა რა შუაშია კოკორი თითქოს, კოკორი სად სახელმძღვანელო, მაგრამ აი სწორედ სიტყვა უნდა ეკრძო ბავშვს სახელმძღვანელო გაიშლება. სახელწოდებითაც კი მიმზიდველი უნდა ყოფილიყო ბავშვისთვის. ასეთ დიდ ყურადღებას აქცევდა 73 სახელმძღვანელოს 33-ვე სხვადასხვა სახელი ერქვა, ხო? არა. იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეშიც და მანამდეც სანამ გამოსცემდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დედაენას ერქვა დედაენა. 1876 წლიდან 1925 წლამდე. აი 25 წელი არის უკვე სხვა შემთხვევა, 25 წელი ეს უკვე არის საბჭოთა პერიოდი, თუმცა მინდა სანამ საბჭოთა პერიოდზე გადავიდოდე, დამოუკიდებელი საქართველოს დროსაც გამოვიდა რამდენჯერმე დედაენა, და რომ ვახსენე პოლიტიკური ცვლილებები აისახებოდა მეთქი სხვადასხვა გამოცემაზე, მართლაც ილუსტრაციებშიც ჩანს იქ ერთგან არის პარადის და საქართველოს დამოუკიდებელი დროშა არის გამოტანილი და ეს ძალიან საინტერესოა თვითონ ამ პერიოდის გამოცემები. მაგრამ საბჭოთა პერიოდიდან უკვე იაკობ გოგებაშვილის უკვე დაიწყეს იგნორირება. ჯერ კიდევ სანამ არსებობდა წერა-კითხვის საზოგადოება და საზოგადოება დაიხურა 1927 წელს. ოფიციალურად დაიხურა და მას ხო ჰქონდა გამოცემის უფლება, საავტორო უფლება, ასე ვთქვათ, გადაცემული ანდერძით. ეს როცა უკვე საზოგადოება დაიხურა, ეს უფლება წაიღო სახელმწიფომ. ახლა არავის არ მიუცია მისთვის უფლება საბჭოთა პერიოდში, არც არაფერი მიუციათ საბჭოთა ხელისუფლებისთვის თვითონ აიღეს ძალით. ასე რომ ამ დედაენის გამოცემის უფლებაც აიღეს, ასე ვთქვათ, ძალით. ამიტომ ბოლო გამოცემა რაც იყო წერა-კითხვის საზოგადოებისა 1925 წელს უკვე აღარ ერქვა დედაენა, ერქვა ქართული ენა და იაკობ გოგებაშვილის სახელი და გვარის ნაცვლად ეწერა ინიციალები IG. მოდი და გაიგე რა არის, ახლა გამგები გაიგებდა IG-ს, მაგრამ რატომ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს იყო წნეხის ქვეშ უკვე მოყოლილი საზოგადოება, რომელიც სუზღაფავდა და აი ერთი წლის შემდეგ 1926 წლიდან განათლების სახალხო კომისარიატის ბრძანებით ამოიღეს დედაენა უკვე სწავლებიდან. აღარც ამ სახელწოდების წიგნი გამოდიოდა, აღარც ამ მეთოდის წიგნი გამოდიოდა და დედაენა შეცვალა სრულიად ახლებურმა სწავლების მეთოდმა, რომელსაც ქვია პლაკატური მეთოდი. ანუ რა იყო პლაკატური მეთოდი? ეს უწოდეს. იყო პლაკატი, რომელზედაც იყო ნახატი, დავუშვათ ეხატა სკა. და ქვემოთ ეწერა SKA. ნუ ბავშვი ცნობს ახლა SKA-ს და ქვემოთ რო ეწერა SKA, ბავშვს უნდა ესწავლა 300 SKA იმ მონახაზით. ეხატა დავუშვათ კალო. კალოსაც ბავშვი ცნობდა და KALO. და აი ასე ნახატების მიხედვით იყო სწავლება, მე ტექსტებიც იყო თითქოს ზოგჯერ სასაცილოდეც მისული იყო რაღაც რამდენიმე ნახა პლაკატი. მაგალითად პლაკატზე ეხატა ქალი, რომელიც წიწილებს საკენკს უყრის და თითქოს ახლა ბუნებრივია წიწილი რო ახატია, უნდა ეწეროს წიწილი და უნდა ისწავლოს ბავშვმა წ და ამ დროს ნახატზე აწერია ჯუჯუჯუ და ისწავლოს ბავშვი წიწილი ახატია და ჯს სწავლობს და უს. დიახ. სხვათა შორის რამდენადაც გაჩაკვირდი. არ ვიცი ჯეჯები დაეხატა. რა პრობლემა იყო? სხვათა შორის აი ამ მეთოდს, პლაკატური სწავლების მეთოდი დანერგა, რამდენადაც გაჩაკვირი არ უნდა იყოს ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილმა, რუსუდა ნიკოლაძე. ეს იყო რედაქტორი და ეს იყო ინიციატორი და აი 1935 წლამდე, ოფიციალურად 38 წლამდე, 35 წლამდე მოკლედ დედაენა არ გამოდიოდა.
და აი ეს სახელმძღვანელოებს ერქვა პირველი წიგნი და მათი ავტორები იყვნენ ვარვარ ძიძიგური და ძმები გვახარიები ალექსანდრე და აკაკი გვახარიები. მინდა გითხრათ რომ ესენი კი იყვნენ ავტორები, მაგრამ მაინც და მაინც დიდი როგორც მე აღმოჩნდა დიდი დაც მათ მოწონდათ ეს მეთოდი, მაგრამ ისინი ასრულებდნენ ხელისუფლების დაკვეთას და ხელისუფლებას მოსწონდა და რატომ მოსწონდა მაინც ხო სწავლობდნენ ქართულად რა იყო ახალ გოგებაშვილის უარყოფა იყო ამით შეიძლება იმდენ იგნორი იყო ალბათ ამ ადამიანის და ასობს და კეთარ კითხავს მაინც სწავლობდნენ ხო ქართველები ახლა რა არის იცით ახალი ხელისუფლება რევოლუციით მოსული თავის დროზე ხელისუფლება და როგორც წესი ხდება ხოლმე ყველაფერი ცუდი მანამდე იყო და ახალიდან იწყება ყველაფერი კარგი დაახლოებით ასეთი წარმოდგენა ჰქონდა ჩემი აზრით შეიძლება მე ვცდები მაგრამ როგორც ჩანს ეს უნდათ არაკი ახლა ძველი დროიდან მე-19 საუკუნიდან მოდიოდა ახლა მე-20 საუკუნეში რატო უნდა ესწავლებინათ ძველი წიგნით მათი წარმოდგენით და ამიტომ შექმნეს ახალი პირველი წიგნი ერქვა მაგრამ აი წლები გავიდა და თვითონვე მიხვდნენ რომ ეს იყო დამღუპველი გზა უარყოფითი შედეგები ასეთმა სწავლებამ როგორც ჩანს პრაქტიკაში უკვე თვითონ დაანახა ხელისუფლებას არ იყო სწორი გზა სწავლებისა და ამიტომ გადაწყვიტეს რომ ნელ-ნელა გადასულიყვნენ ისევ სხვა ტიპის სახელმძღვანელოზე და ამავე ავტორობით სახელმძღვანელო და უკვე 1935 წელს ამავე ავტორების მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს რომელსაც ერქვა ქართული ენა ეს იყო უკვე დედა ენა ოღონდ არ ისა გვარი იაკობ გოგებაშვილი არ ეხატა არ ეწერა ამ გამოცემაზე. თუმცა იგივე იყო შინაარსით. ახლა რატომ საიდან ვამბობთ რომ ეს იყო დედაენა? ჯერ თვითონ სახელმძღვანელოში ბუნებრივ ეს უკვე აღარ იყო პლატატური სახელმძღვანელო, ეს იყო იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე დაფუძნებული სახელმძღვანელო და მაგრამ არც დედაენა ეწერა და არც იაკობ გოგებაშვილი არ ეწერა, მაგრამ თვითონ ყდაზე იყო ნახატი, სადაც პატარა გოგონას, მოსწავლე გოგონას გადაშლილი აქვს წიგნი და ამ წიგნში პირდაპირ ხატია ია და აწერია ია. ანუ იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე იყო ეს დაფუძნებული ავტორებმა თითქოს ამით მიანიშნეს საზოგადოებას, რომ ეს იაკობ გოგებაშვილის არის ეს თავი შეაპარეს ასე. მათ რაც შეეძლოთ ის გააკეთეს. ჩემი წარმოდგენით. და აი 1938 წლიდან გამოცხადდა კონკურსი ახალ სახელმძღვანელოზე და სწორედ აი ამ ავტორების წიგნმა გაიმარჯვა და უკვე ოფიციალურად 1938 წლიდან სახელმძღვანელოს ისევ და ისევ ეწოდა დედაენა, თუმცა იაკობ გოგებაშვილის სახელდაგვარი არც არ ეწერა, მაინც არ ეწერა, მაგრამ ეს იყო დიდი მიღწევა, რომ დედაენა ეწერა და აი ამ იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე იყო ეს სახელმძღვანელობის დაფუძნებული. სხვათა შორის ერთი დეტალი მინდა ვთქვა, ეს პოლიტიკა და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება აღიბეჭდება მეთქი სახელმძღვანელოებზე. ჯერ ეს ერთი თვითონ ამ 26 წლიდან გამოცემულ სახელმძღვანელოებზე ხო პოლიტიკოსი სტალინი, ბერია, აი 38 წლამდე მერეც რა თქმა უნდა, მაგრამ ხო იყო და იყო და აი უკვე 21 ავტორი ამ ძმები გვახარიებიდან აკაკი გვახარია რეპრესირებული იყო. ანუ ავტორი იყო წიგნისა, მაგრამ მისი სახელი არ ეწერა წიგნზე, მხოლოდ ერთი ძმის სახელი ეწერა. ესეც ბედის ირონიაა თითქოს. 1954 წლამდე იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემები იყო უკვე ამ ახალი დედაენისა და 1954 წლიდან უკვე დაიბეჭდა ახალი გამოცემა დედაენისა, რომლის ავტორები იყვნენ მისი ინიციატივით ხდებოდა ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა ამბობს და შემდეგ რამდენად შეიცვალა ცნობიერება, რამდენად დათანხმდა და წამოვიდა ხელისუფლება იმაზე, რომ დაებეჭდათ უკვე კიდევ მორიგი დედაენა. რაშია საქმე იცით, თავიდან როცა ახალი პოლიტიკური ცვლილებები ხდება, ძალიან დიდი დოზით არის ცხოვრებაში, განათლებაშიც, კულტურაშიც, ყველაფერშიც პოლიტიკა. მე რაღაცნაირად ლაგდება ცხოვრება და უკვე აქცენტი გადადის ისევ და ისევ თუ განათლება არის, განათლებაზე, ბავშვის აღზრდაზე და აქ უკვე პროფესიონალებიც იჩენენ თავს და საქმე პროფესიონალების ხელში გადადის უკვე ის საქმე, რაც მათ უნდა აკეთონ. და როგორც ჩანს, პედაგოგები უკვე ხედავდნენ რა იყო საჭირო და რა
აღარ იყო საჭირო და ამან დრო მოიტანა ეს ყველაფერი და დრო ავლენს დროთა განმავლობაში ადამიანები ვერაფერს ვერ აკეთებენ და სწორედ ხელისუფლება გვყავს ამ შემთხვევაში ხედველობაში ხო რაც არ უნდა იმძლავროს ხელისუფლებამ ამ საკითხში თუ იმ საკითხში ლოგიკა მაინც თავის ცხოვრებისეული ლოგიკა ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს და განაპირობა ასეთ დიდ პოპულარობა გარდა იმისა რომ ვერ შეცვალეს დედაენა. კიდევ არის რამე საინტერესო ისტორია. აი, სანამ 44 წლამდე მივიდოდე, მანამდე გეტყვით პოპულარობა ისევ და ისევ პირველი განაპირობა იმან, რომ ეს იყო პროფესიონალურ დონეზე შესრულებული სახელმძღვანელო. პრაქტიკულმა დანიშნულებამ, პრაქტიკულად ყველაზე საჭირო, ყველაზე გამოსადეგი, ყველაზე ადვილად შესასწავლი ბავშვებისათვის და მიმზიდველი აღმოჩნდა ეს სახელმძღვანელო. იმიტომ რომ მანამდეც იყო სხვები და შემდეგაც იყო სხვები, მაგრამ საბოლოოდ ისევ და ისევ რაც გითხარით, პრაქტიკულმა საჭიროებამ ისევ დააყენა საკითხი, რომ სწორედ ის გამოეყენებინათ, რაც ყველაზე საჭირო იყო ამ შემთხვევაში. ნაკლებად შევახსენოთ ჩვენ გადაცემა პირდაპირ ეთერში მუშაობს, საუბრობთ გოგებაშვილის დედაენაზე. ძალიან საინტერესო და სამბეჭდავი ისტორია აქვს. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად დღეს ბევრ ნიუანს გვიყვება ქალბატონი მაია, ამიტომ თუ თქვენ გაქვთ სხვა მოსაზრება, გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება და აგვირეკეთ იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც ეკრანზეა მითითებული. და გავაგრძელოთ 44 წელი. 44 წელი ეს ასე ვთქვათ, უკვე სრული რეაბილიტაციის წელი არის იაკობ გოგებაშვილისა, იმიტომ რომ გამოვიდა ახალი სახელმძღვანელო, რომლებსაც უკვე ყავდათ ახალი ავტორები, ესენი იყვნენ ნინო ბოცვაძე და ეკატერინე ბურჯანაძე. სხვათაშორის ეს არის გვარები მათი მეუღლეებისა, სინამდვილეში ესენი იყვნენ დები, ბაქრაძეები გვარად. და ძალიან განათლებული დები გოგებაშვილთან ახლოს არიან, ფიგურირებენ დედაენასთან, ხო როგორც ხედავთ. ესენი განათლებული ქალბატონები ბრძანდებოდნენ და სწორედ მათ მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს ეწერა დედაენა და ეწერა უკვე ოფიციალურად შედგენილი იაკობ გოგებაშვილის დედაენის მიხედვით. და აი უკვე ეს სახელმძღვანელოები ჩვენ დრომდე მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე მოვიდა და ფაქტობრივად იყო ჩემი თაობისთვისაც და მრავალი თაობის აღმზრდელი სახელმძღვანელო. ის მასში და 44 წლიდან ახლა 70-90-იან წლებამდე კიდევ ბევრნაირი პოლიტიკური რაღაც პერიპეტიები იყო და შესაბამისად ილუსტრაციები თუ რაღაც მასალები იცვლებოდა ბუნებრივია დროთა განმავლობაში, მაგრამ ძირი და ძირი რა თქმა უნდა ეს იყო იაკობ გოგებაშვილის დედაენა. გოგებაშვილის მოსაზრება რა საინტერესო იქნებოდა, ხომ არ არის რამე საარქივო ფონდში ისეთ შემონახული, სადაც ის აკეთებს კომენტარს ან თავის მოსაზრებას გამოხატავს აი ამ ცვლილებების და ახალი გამოცემების პარალელურად. დიახ, თვითონ ავტორი ხომ არ გამოთქვამდა რაღაც თავის დამოკიდებულებას. როცა დედაენა შეიქმნა, როცა დედაენა არ ეწერებოდა მისი სახელი. არა, მაშინ აღარ იყო ცოცხალი ხა 1912 ცოცხალი 23 ხო გამოსცა. აი თუ არსებობს მისი ჩანაწერები. იცით რა, ყველაფერი ეს ასახული არის იმ დროინდელ პრესაში. თუ კი საწინააღმდეგო რაიმე დაიწერებოდა, გამოითქმობოდა, იწერებოდა იმ დროინდელ ჟურნალ გაზეთებში და შესაბამისად პრესის საშუალებითაც გასცემდა ხოლმე პასუხს იაკობ გოგებაშვილი თუ ლანძღვა იყო და ასეთებიც ახლა მაშინაც იყვნენ ესეთი ადამიანები რომლებსაც შური და ბოღმა ამოძრავდეთ და არა საქმე ასეთებსაც პასუხს თავის საბესებურად სცემდა ან არ სცემდა და საქმიან შენიშვნებზეც საქმიან პასუხს გასცემდა ხოლმე იყო რა თქმა უნდა ის არ ყოფილა ასე ვთქვათ იავარდით მოფენილი ამ გამოცემა ასე ვთქვათ მის ყოველი გამოცემა სახლდა ყოველი ახალი გამოცემა სახლდა შესაბამისი კრიტიკული შენიშვნები და შესაბამისი პასუხები და შესაბამისი სრულილებები იაკობ გოგებაშვილი არ იყო ის ადამიანი რომელსაც აი გაჯიუტებული იყო და თუ კი დაენახავდა რომ რაღაც ხინჯი ქონდა რაღაც მომენტში რაღაც ადგილზე რომ ის გაჯიუტებული იყო და არ შეეცვალა ან არ დაეხვეწა კიდევ ვიმეორებ იმიტომაც არის ეს დედაენა ასეთი უკვდავი და ასეთი შეუცვლელი ჯერჯერობით იმიტომ რომ დღესაც კი გამოდის დედაენები
არის დაფუძნებული იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე თუ არ არის დაფუძნებული იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე, სახელწოდება დედაენით, აი ამ სახელწოდებით დღესაც გამოდის სახელმწიფო. რადგან დღესაც გამოდის ახსენეთ და დღესაც აქტუალურია ის, რომ თანამედროვე სტილში სხვადასხვა გამოცემები ჩვენ გვხვდება დღევანდელ რეალობაში, მოდით ამ თემაზეც ვისაუბროთ. ბევრი იყენებს გოგებაშვილს, ბევრი არა. მოდით გავმიჩნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია კიდევ ამის, ასე ვთქვათ, შეცვლა ან ამაზე საუბარი, მაშინ როდესაც წლებს გაუძლო. მაშინ როდესაც ვიცით, რომ ყველაზე კარგი სახელმძღვანელო, კარგზე მეტი გვაქვს. იცით რა, მე ახლა ასე არ დავაყენებდი საკითხს, ჩვენ დედაენა გვაქვს, ძვირფასი სახელმძღვანელო, მას თავისი პატივი უნდა მივაგოთ და თუ გვინდა გამოვიყენოთ კიდე საზოგადოება არსებობს, გოგებაშვილის საზოგადოება, რომელიც იბრძვის, რომ სწორედ იაკობ გოგებაშვილის დედაენა დააბრუნოს სკოლაში. იქნება ახალ-ახალი სახელმძღვანელოები და არის აი კამათი, რომ აი უნდა შეიქმნას თუ არ უნდა შეიქმნას. მე კომპეტენტური არა ვარ ახლა ამ საკითხში, რომ რომელი ვარგა, არ ვარგა თუ რაღაცა. ზოგადად მე ასე ვიტყოდი, რომ არ ვიქნებოდი მე კატეგორიული, რომ არ უნდა შეიქმნას რაღაც ახალი. რატომაც არა, იყოს შეიქმნას ახალი, ოღონდ აი ამ იყოს ჯანსაღი კონკურენტული გარემო. ახალი სახელმძღვანელოს შექმნა და დანერგვა არ უნდა ახლდეს კორუფცია და არ უნდა ახლდეს პოლიტიკური ძალდატანება. სხვა შემთხვევაში ეს უნდა იყოს წმინდა აი სამეცნიერო დონეზე გამოკვლეული თუ შეფასებული და აქედან მიღებული დასკვნები უნდა იყოს. და ისე იქნებ ჩვენ გვერდით არის ახალი გოგებაშვილი, ხო არ ვიცით არა, თავის დროზე როგორც თქვით, როცა გოგებაშვილმა დაიწყო დაბეჭდა, ბევრი ლანდღავდა მას და იქნებ ახალი შეიქმნას რაღაც უფრო უკეთესი, რატომაც არა. პირიქით ჩვენი კულტურა ხო უფრო განვითარდება ამით. მე ასე ვთქვი, თქვენი მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია და საარქივო ფონდის განყოფილების უფროსი ბრძანდებით საქართველოში ნაბეჭდი ელექტრონული გამოცემების ამ თემასაც მინდა მაყურებელს გაუწიოთ პოპულარიზაცია, რატო დაინტერესდეს რა ინახება ამ კუთხით, რომ თეზისები ჩამოვაყალიბოთ, რომ დავაინტერესოთ საზოგადოება, უფრო მეტი ყურადღება მიექცეს თუნდაც სკოლებში და დავაინტერესოთ ის მასწავლებლები, რომლებიც ჩვენს მომავალ თაობას ზრდიან. რატომ არის ეს აუცილებელი ამის ცოდნა? ეს თუ შეიძლება ისევ და ისევ რა კი ჩვენ საუბრობთ, ძირითადი თემა არის დედაენის ისტორია. მე ბოლოს დავამატებდი ვალერიან რამიშვილის მიერ შექმნილ დედაენას, რომელიც ასევე ეფუძნება იაკობ გოგებაშვილის დედაენას. ეს უკვე 70-იანი წლებიდან შეიქმნა დედაენა და განაპირობა ეს მოსამზადებელი კლასები იყო, 10 წლიანი სწავლება რო იყო, მე ბოლოს 6 წლის ბავშვების შეყვანა დაიწყო სკოლაში და მას უწოდებდნენ მეორენაირად 0 კლასებს და მოსამზადებელი კლასები იყო. აი მათთვის შეიქმნა უკვე ვალერიან რამიშვილმა დედაენა და აი ბოცვადის და ბუჯანაძის დედაენასთან პარალელურად აი ვალერიან რამიშვილის დედაენაც გამოდიოდა და სხვათა შორის აი 21 საუკუნეში რამდენიმე გამოცემა ვალერიან რამიშვილისა არის, გამოდის ახლაც. რაც შეეხება ფონდს, ამაზე მოგვიანებით მაყურებელია ხაზზე დაგეკავშირდა, მოვისმინოთ მისი მოსაზრება ან შეკითხვა. გამარჯობა. გისმენთ. დანეთ, გეთმობათ პირდაპირ ეთერი. სამწუხაროდ არის მის თქვენი ხმა, ჩვენი თხოვნაა ჩავუწიოთ ტელევიზორებს და ისაუბროთ. ჩვენი დრო ფაქტიურად იწურება. თუ ხაზზე ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება და გვიკავშირდით.
ალბათ არასდროს ქართველი რომელიც შეედავოს ამ ქალბატონის მოსაზრებას. ხო, ქალბატონია, ჩვენ სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს ქალბატონო. და სხვადასხვა მოსაზრება არსებობს და ყველა საკითხი არსებობის უფლება ჩემი აზრით რომ უნდა დაემატოს და თუ იქნება ნამდვილი ღირებული, ამასაც დრო გვაჩვენებს, ხო? თავისი პატივი ჩვენ დედაენას აუცილებლად უნდა მივაგოთ და პატივი უნდა ვცეთ და მოკლედ ფონდის შესახებ, რადგან ჩვენ სტუმარი ბრძანდებით, არ შემიძლია არ გკითხოთ. ესე იგი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებობს ქართული ნაბეჭდი ერთეულის საარქივო ფონდი, ეს არის იგივე ქართული ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდი. ანუ რა არის ეს? საქართველოში რაც კი დაბეჭდილა, ბეჭდური სახით რაც კი გამოცემულა, ნებისმიერი ბეჭდური ერთეული, წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, ნოტები, ფურცლოვანი გამოცემები, პლაკატები ნებისმიერ ენაზე მათი საარქივო ცალები ინახება ხელუხლებლად. ანუ ბიბლიოთეკაში არსებობს ფონდი, რომელსაც მკითხველი არ ეხება და იგივე ნაბეჭდი მეორე ცალები, მესამე ცალები და დანარჩენი ცალები, ეს უკვე საერთო მოხმარების დარბაზში არის. ანუ ის რომ მომავალ თაობას გადაეცეს სხვადასხვა პერიოდში დაბეჭდილი ბეჭდური ერთეულები, აი აქ ეს ინახება საარქივო ფონდში. და თუ კი ადრე იყო ნაბეჭდი ერთეულები, ამას დაემატა ახლა ელექტრონული რესურსები, ეს იგულისხმება დაუშვათ ციფრულ მატარებელზე გამოცემული საქართველოში კომპაქტ დისკები დაუშვათ. ისინიც საქართველოში მზადდება და ესეც ეროვნული ბიბლიოგრაფიის კატეგორიაში შემოდის. ასე რომ ეს არის ქართული ნაბეჭდი ერთეულის საარქივო ფონდი, რომელშიც შედის პირველი ნაბეჭდი წიგნიდან 1629 წელს დაბეჭდილი პირველი წიგნიდან, სადაც ქართული ანბანის ასოები დაიბეჭდა, ეს არის ქართული იტალიური ლექსიკონი, რომში დაიბეჭდა, იქიდან დღემდე რაც კი იბეჭდება, ყველაფრის ერთი საარქივო ცალი შემოდის აი ამ ფონდში. მთელი ქართული არის სიმდიდრე. სიმდიდრეა დიახ, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი მაია მიქაბერიძე საუბრობდა ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილების უფროსი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ეთერში და მე-20 საუკუნის 70-იან წლებს გავიხსენებთ. ჩვენ საუბრობთ ქართულ ენაზე. შემოგვიერთდით რეკლამის შემდეგ.